კიდევ ერთი სასწაული. მე არ ვიცი ეს ღვთისასწაულია თუ რასთან გვაქვს საქმე, ინტერნეტ სივრცე მოიცვა ამ კადრებმა. ეს ჩვენი სტუმარი დუნილს არღვევს თორნიკე ჯგერნაია სტუმრად ჩემთან. მოგესალმები თორნიკე. როგორ ახარ? კარგად. დასასიამოვნო რომ შენი სტუმარი ვარ. ამდენი წლის შემდეგ. თორნიკე, შენ დაარღვიე დუმილი დიდი ხანია არ ჩანხარ ეკრანზე, მხოლოდ იმ თემით, რაზედაც დღეს უნდა ვისაუბროთ. რატომ გაქრი და რატომ აღარ საუბრობ სტიგმის თემაზე? შესწორებას შევიტან, უბრალოდ მე გავქრი ქართული ტელესივრციდან სტიგმატებთან დაკავშირებით, ანუ კონკრეტულად ამ თემაზე. ამ 4-5 წელს განმავლობაში რაც მე დუმ ვარ ამ თემასთან დაკავშირებით, არაერთხელ ვიყავი უცხოეთში, სხვადასხვა თოქ-შოუების მონაწილე, უბრალოდ საქართველოში მივხვდი, რომ ამის რესურსი ამოიწურა. რესურსი რას გულისხმობ? მე არ ვარ პოპ ვარსკვლავი. გაქვს ისტორია, რომელიც მოყევი. მაყურებელი დგება არჩენის წინაშე, დაიჯეროს არ დაიჯეროს, მიიღოს არ მიიღოს. გადავიპარსე თმა, იმიტომ რომ გახსოვთ გრძელი თმა მქონდა და დავიწყე ყველაფერი ნულიდან. ან ჩემი მეორე მე შევქმენი სხვა სიტყვებით რო გითხრა. თორნიკე, ჩვენ ახლა პარალელურად სტუდიიდან გვიყურებს მამა გიორგი სხირტლაძე, რომელიც ადევნებს ჩვენს საუბარს თვალს და ბოლოს გააკეთებს თავის კომენტარს და მასთან ცალკე დიალოგი მექნება. თან შეაფასებს რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ შენ გაინტერესებს ყოველთვის სხვისი აზრი და განსაკუთრებით სამღვდელოების, ხო? თუ აღარ გაინტერესებს? არა, მოდი მე პირდაპირ ვიტყვი. ვინაიდან რადგანაც მე ვარ მრევლი, მე მყავს მოძღვარი, მე ვთვლი რომ ვარ ქრისტიანი, მე მაინტერესებს ის გზა, რაც მე გავიარე. მხოლოდ მე ვიცი მე რა გზა გავიარე, მხოლოდ მე ვიცი ვინ ვარ მე. ცოტა უხერხულია სიტყვას მამა გიორგი მიუხედავად ჩემ დიდი პატივისცემისა, ვიცნობ მე ამ ადამიანს. მამა გიორგი, რომელმაც შეიძლება ისიც კი არ იცოდეს, ფიზიკური მოვლენა ავიღოთ, რომელ წელს დავიბადე, ცოტა უცნაური იქნება შეაფასოს ჩემი სულიერი მდგომარეობა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მამა გიორგიმ უნდა შეაფასოს ჩემი სულიერი მდგომარეობა და არა რაც ჩანს. ჩვენ რასთან გვაქვს საქმე მაყურებელმა რომ კიდევ ერთხელ გაიგოს, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებმაც არის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ სტიგმაზე, წითელ პარასკევს, ყოველ წითელ პარასკევს შენს ხეულიდან დის სისხლი, როგორც შენ ამბობ, დის მირონი, ნუ ამის კადრებიც არსებობს და აი ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. არ გწამდა ღმერთი, საერთოდ იყავი ურწმუნო. არა და მოდი მაშინ თავიდან ესე დავიწყებ, განმეორებადი რო არ ვიყო. პირველ რიგში მადლობა ღმერთს იმისთვის, იმიტომ რომ მე სტიგმატები მაქვს, დღესდღეობით თავს ვუწოდებ ქრისტიანს. რაც შეეხება სტიგმატებს. ეს არის სისხლინარი ჭრილობები. ჭრილობები, რომელიც იმეორებს მაცხოვრის ვნების, ან იქ სადაც მაცხოვარს ქონდა, რა ადგილებს მაცხოვარს ქონდა, მიაყენეს ვნებები, მეორდება ადამიანზე. შენი სურვილი არ ყოფილა არ ჩახედული ყოფილი არა ფიზიკურად იცოდი საერთოდ თავიდან რა არის სტიგმა, რა არის სტიგმატი. როდესაც ხელებდაბინტული მივდიოდი ქუჩაში, მაჩერებს ჩემთვის უცნობი ადამიანი დღემდე, რომელმაც მითხრა რომ ესო სტიგმატებია და თქვენო სტიგმები გაქვთ და მაშინ გავიგე ზოგადად ამ სიტყვის არსებობის შესახებ, რომ არსებობს ეს როგორც კონკრეტული ფენომენი.
რაც შეეხება შენს მეორე შეკითხვას, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი ვერ იქნებოდა ფიზიკურად შეუძლებელი რომ ამის სურვილი გქონდეს. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მე ვიყავი არელიგიური ადამიანი თავიდან ბოლომდე. ეს არ არის რაღაც მოდური სიტყვები. მე ვცხოვრობდი საკმაოდ თავისუფალი ცხოვრებით. ვიყავი როკერი, კერძოდ მეტალისტი. მქონდა რადიკალურად განსხვავებული გატაცებები. როგორ მეცვა და როგორ მეხურა წარმოსადგენი ალბათ ოღონდ მე არ გავიზარდე საქართველოში, მე ვიზრდებოდი რუსეთში და აქედან გამომდინარე, აი ფილმებში რასაც ხედავენ ხოლმე შავი სამოსი მეტალები. ანუ მიმბაძველობა გქონდა თავიდან. მიმბაძველობა მქონდა, მაგრამ იმ მუსიკაში, რასაც მე უსმენდი თავისუფლების მიმართ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ღმერთის მიმართ მე ვიყავი ირონიული და ხშირ შემთხვევაში ცინიკურიც კი. ჩამოდივარ საქართველოში და საქართველოში არის პერიოდი, როდესაც ბუმი არ წმენის. ყველა გახდა მორწმუნე. წავედი დავტოვე სხვა საქართველოს, ჩამოვედი და ვხვდა სხვა საქართველოს. მეგობრების თხოვნით, ის რომ მათ გვერდით ყოფილიყავი, წავედი ეკლესიაში. მალე ვიყავი ნამყოფი ეკლესიაში, მაგრამ არ იყო ჩემთვის ინტერესის სფერო. იყო დიდი ხუთშაბათი და ჩვეულებრივად ტარდებოდა ლოცვა. 7 გზის ეთისხებას ატარებენ დღემდე მახსოვს. და შევედი ტაძარში მოწყენილობისგან, ჯერ გავაპროტესტეს, ბევრი ხალხია, მე აქ არ მომწონს, ვაპროტესტებდი, ესენი შევდნენ, მე გარეთ დავრჩი, შემდეგ შევედი ტაძარში. შევდივარ ტაძარში, აღმოჩნდი ძალიან ახლო სასულიერო პირის გვერდით. ხედავ, რომ ამოდის კვამლი დგება. ცისფერი ფერის კვამლი დგება ეკლესიაში, ტაძარში. კანკელს რომ ეძახიან, ანუ ადგილი, სადაც მხოლოდ სასულიერო პირი შედის, ეს კარი არის ღია და ვუყურებ ამას. ოღონდ მგონია რომ ეს ესე უნდა იყოს და მგონია რომ შიგნით აკმევენ და ეს კვამლი ამიტომ დგება და ხელოვანი ვარ, 3 წლიდან ხატავ. და ბუნებრივი იყო ძალიან ლამაზ ნახავთ, მეთქი დავეცრები იქნება. რაიმე თემა ავიღო, კონცეფცია გახდეს ჩემთვის. სულ დაიფარა თავიდან ბოლომდე. ძალიან ისეთია გასახსენებული და ბერადიოლები ვილაპარაკო სტიგმატებზე, ვიდრე, იმიტომ რომ პირველი შეხება იყო ეს. და ხედავ შემდეგ რომ რაღაც ანათებს და უცებ აი ეს განათებული ბურთი, რომელიც მე მგონია მზე, იღებს ჯვრის ფორმას. ცეცხლოვანი ჯვარი არის, რომელიც თელ კანკელზე აი შიგნიდან ეს ცისფერი ბურუსი და ეს ჯვრის ფორმა. აი ესეთი ბურთებისგან იკრება სხივი და მოდის. და მოდის ჩემსკენ. ნუ ხედავ რომ ეს სხივი მოდის ძალიან ნელა. მინდა რომ გამოვიდე. იმიტომ რომ ცუდად გრძნობ თავს. არ ვიცი ვუთხრა თუ არა გვერდით მყოფს რასაც ხედავ. აზზე არ ვარ სადვარ და აი ამ ფიქრებში გულმკერდის არეში მომხვდა ეს სხივი. რაღაც არ ვიცი, ხო და წამოვიდა გული, გავითიშე მომენტალურად. იქ მოვედი აზზე, როგორც ხდება ხოლმე წყალი ესე. ანუ მომასულიერეს ეგონოთ რომ წამოვიდა გული. და იმ დღის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო. არ შეგეშინდა? შემეშინდა, მაგრამ ფიქრობ რომ მე თუ ამას ვიტყვი წამიყვანენ ფსიქიატრთან. ან მიმიყვანენ მღვდელთან და ერთიც და მეორეც არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. ეხლა როგორი გაქვს? აი ეხლა. და დაუბრუნდა ვის მიმართ? სამღვდელოების მიმართ. სამღვდელოების მიმართ მაქვს დადებითი დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვერ ხედავდი მათ ნაკლს. ანუ არსებობს ნაწილი სამღვდელოების, რომელსაც მე ვუყურებ საკმაოდ ფრთხილად. ხიბლში ხომ არ ახარ ჩავარდნილი? რთული ამ კითხვას გასცე პასუხი. გააჩნია რა იგულისხმება ხიბლში. თუ ჩემს სტიგმატებს ავიღებთ. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მოდი მე ესე ვიტყვი, დღეს კატეგორიული ვიქნები, ეს არავის არ მოხიბლავს. ის რაც თორნიკე ჯგერნაიას გადააქვს პარასკევიდან კვირამდე, ეს ფიზიკურად ვერ მოხიბლავს. თუ ჩემს ბოდი წითელ პარასკევზეა ხო საუბარი? პარასკევზე ამას ავხსნი რატო? ბოდი დავამთავრებ რა ამას ერთადერთი. მაგრამ თუ თორნიკე ჯგერნაიაზე, როგორც ადამიანზე,
რომელმაც მიიღო 2 სასულიერო განათლება, რომელიც ოფიციალურად გახდა ხატმწერი, რომელიც წავიდა რუსეთში, თუ ჩვენ განათლებაზე გვაქვს საუბარი, ანუ ის რომ მე ესე მეტყველებ და თამამი ვარ, მაშინ შეიძლება იყოს მომენტები, როცა ვარ მეხებში. შენ თქვი ესეთი რამ, რომ მე ვარ პირველი სტიგმატი მართლმადიდებულ სამყაროში. ესეც არ გაგდებს, არა ხარ ამაყი. მე არ ვამბობ სხვა ხიბლს, მე ვამბობ სულიერ ხიბლზე. ეხლა ვეკეთყვით, ისევ არის ვერბალური პრობლემა. ამას თორნიკეტი არ ამბობს, ამას ამბობს 21 საუკუნოვანი ისტორია. ანუ ისტორია ამბობს, ამას თორნიკე ყვება, როცა ეკითხებიან. შენ განიცდი, როგორც შენ ამბობ, განიცდი იმ ტკივილს, რა ტკივილსაც განიცდი და მაცხოვარი ჯვარცმის დროს. მე მახსოვს პირველი ჩვენი შეხვედრა. მე ვნახე ინტერნეტში მასალა, მე მინდოდა შენთან ერთად დაჯდომა, გასაუბრება და მოვდიოდი სერიოზულად მომზადებული, მოკრძალებული, შეშინებული და აი როგორც მივდივარ ხოლმე ეკლესიაში. და დამხვდა ახალგაზრდა ბიჭი, დახეული ჯინსებით, რომელმაც ამოიღო სიგარეტი და მე დავში გაოგნებული. შენ თამამად დადიხარ, ხარ ხელოვანი, აკეთებ ძალიან საინტერესო სამკაულებს, შემდგარი ადამიანი ხარ, ნიჭიერი ადამიანი ხარ და აბსოლუტურად განსხვავებული, რადიკალური, მოცილებული თითქოს მართლმადიდებულ სამყაროს. და უცბად წითელ პარასკევს შენ გაქვს ჭრილობები, რომელიც ქონდა მაცხოვარს. აი ეს როგორი თავსობაა ამ ყველაფერში? ისევ და ისევ, უნდა ვთქვა, რომ მოდი დავკონკრეტდები, რადგან სასულიერო პირი გვისმენს, იმიტომ რომ უყვართ ხოლმე ჩემი სიტყვების დამახინჯება. მე ყოველთვის ვიძახი, მე განვიცდი იმას, რაც შეიძლება რომ განიცადოს ადამიანმა. ეს სიტყვა არის კვანძური ამ შემთხვევაში. თორნიკე ჯგერნაის არ აქვს ამბიცია, რომ ის არის ქრისტე. საერთოდ მიმაჩნია, რომ წმენა უნდა იყოს დაფარული. ანუ მე გავურბი საჯაროობას ამ რწმენისას. რა თქმა უნდა გაჩნდება შეკითხვა, მაშინ რა შეგჭამა თავის სტიგმატებით. რატო ეს ბიჭი რატო გვახსენებს? რატო გვახსენებს თავს ამ თავის სტიგმატებით? სულ ვიძახდი და ვამბობ, რომ ის რომ ეს სტიგმატები მაქვს, ეს ჩემთვისაც არ არის ბედნიერება და არავისთვის არ არის ბედნიერება. ხილული სასწაული ჭირდება ერს, რომელიც დაშორდა ღმერთს. როცა მე ეკლესიაში ვიყავ მონასტერში, მე ვერ ვნახე იქ ის ადგილი, აი თუნდაც სასულიერო პირი, რომელიც გულში ჩამიკრავდა, რომ ხო შვილო, შენი დანაშაული არ არის, რომ შენ შუბლზე ჯვარი გაქვს, მაქვს. მე არ ვიცი უბრალოდ გამოსავალი რაშია. რა გინდა შენ, რა გინდა? ანუ რას მოითხოვ სასულიერო პირი? მე არაფერს არ მოვითხოვ. ყოველთვის გაღიარებე? შეგრძნება. მე არ მინდა აღიარება. ანუ მაგ სასწაულს თუ აღიარებენ? გია, სტიგმატები არის ხილული სასწაული, აი. ეხლა ვინც არ უნდა იყოს, მიუხედავად ჩემი დიდი პატივს, შენ იქნები, სტუდია იქნება, სასულიერო პირი იქნება, არის. აღიარება ჭირდება რაც არ ჩანს, რაც არის უხილავი, რაც არის დამალული. აქვე პირველად ვიტყვი მოდი შენს გადაცემაში, რომ მადლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც როცა მე ვტიროდი, ვინც არ უნდა დაიჭერს, ეს არის ჩემი ისტორია, რომელსაც ისე ვყვები. მანაც იტირა. ძალიან თბილად მიიღო და გულში ჩამიკრა. შენთან ერთად იტირა პატრიარქმა. შენთან ერთად იტირა, როცა მე ვყვებოდი, იმიტომ რომ ყველას გონია რომ ეს არის ფერადი ბრჭყვიალი, რომ თორნიკე პოპულარული გახდა სტიგმატებით, რა შვაშია პოპულარობა სტიგმატებთან. ეს არის უმძიმესი ჯვარი. აქვე იმასაც დავძე. ეშმაკისგან არის ღვთისგან არის. შენ თუ მორწმუნე ხარ, არაფერი არ იცვლება. თუ ეს ყველაფერი ეშმაკიდან არის, მაშინ გაძლიერდი შენს რწმენაში. შენ თუ მორწმუნე ხარ და გჯერას, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან არის, მაშინ მაინც გაძლიერებ რწმენა. თორნიკე არის განწირული ტიპი, რომელსაც წელიწადში ერთხელ აკითხავს ეშმაკი წითელ პარასკევს, რომელიც
ჯვარს აცობს, ცოტა პარადოქსულად ჟღერს ახლა. ხო, მაგრამ თორნიკე დამეთანხმები, ცხოვრობ საქართველოში და ეს ამას პირველად არისმენ შენ ჩემგან, რომ შენ იქ რაღაც სანამ გამოხვალ ოთახიდან, მანამდე იქ რაღაცას იზიანებ თავს თუ მოგდის სისხლი და მე ხდება ეს ყველაფერი. ისეთ რაღაცებს ამბობენ საერთოდ ადამიანები, რომელსაც ვერ გაუწევ წინააღმდეგობას. აი მაგალითად მე მომივიდა აზრად, შეიძლება ესეთი რამე რომ წითელ პარასკევს სადაც არ ვიცი, მოედანზე დადგე და ეს ყველაფერი ნახოს ხალხმა. შეიძლება ესეთი რამე თუ არა? სხვათა შორის მე მქონდა მსგავსი იდეა ოდესღაც როცა მჭირდა ეს რომ რას მერჩიან აი მაქვს და მინდოდა დამტკიცება. მოდი აქვე ვიტყვის რაღაც მითები, ოთახები, არაოთახები, სამწუხაროდ მაპატიეთ რომ უფრო დიდი სახლი არ დამიტოვა ბაბუამ, ჩემი სახლი იტევდა მხოლოდ 80 ადამიანს. გადაღებული ეს კამერები? ყოველ წელს, კი. ორტემ გადაიღო 2 წლის უკან, სადაც ვერსად ვერ გაინძრეოდა თორნიკე ჯგერნაია კამერების გარეშე. რა ტელევიზია ორტემ ყველამ კარგად არავინ არ გაპარპაშებს ის რომ შენ 40 წუთი ეთერი დაგითმოთ. მოდი ამას დავამთავრებ რა. 6 წლის განმავლობაში 80-მდე ადამიანი ყოველ წელს ესწრებოდა ამ პროცესს თავიდან ბოლომდე. ის რომ მე ხატებთან მივდიოდი და ვლოცულობდი მაპატიეთ მომიტევეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა არსად არავინ ჩაკეტილი არ ყოფილა. სტიგმატები იხსნება წამებში, ანუ ერთ წამში სადღაც აბსოლუტურად ყველა ჭრილობა იხსნება. ამის შემდეგ უკვე რაც სტიგმატები დაიხსნა, მე ღმერთთან განმარტოვდები, სასულიერო პირთან განმარტოვდები, ყოფილან ჩემთან სასულიერო პირები ჩამოსული, მისთან ერთადაც განმარტოვდი. ეს დანაშაულია. ერთვენი ერთ დღეს ავკრძალე, ყოველ წითელ პარასკევს მე უკვე ვარ მარტო, მხოლოდ საკუთარ თავთან. ვერავინ ვერ ნახულობს ჭრილობებს, მიბინტები თავიდან ბოლომდე. ანუ აღარ გადაიღებ აწი და არ შეიძლება გადაღება? 2 წელს უკან როგორც დაუშვი გამონაკლისი, რა თქმა უნდა, ამ დღეს მე მაქვს ჩემი პირობები, როგორც დაუშვი გამონაკლისი უცხოურ ტელევიზიაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს შემთხვევა, რომ ამის გადაღება დავუშვა. ჩვენ არ მოგცემ ამის გამონაკლისს, ყველა პირობას შეგიქმნით. ყველა შენ წამოყენებულ პირობას შეგიქმნით. ანუ მე დაახლოებით ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ, ანუ აი რასაც იტყვი ჩვენ გავაკეთებთ და რომ მოგცეთ აი ამ კადრების გადაღების საშუალება. მოდი მაშინ მე ესე გეტყვი. იმიტომ რომ მეორეჯერ მიწევს ამ პირობის დადება ქართულ ტელევიზიაში. თუ ყველაფერი იქნა ისე, როგორც ერთი მხარე მოითხოვს და ეს პირობები დაკმაყოფილდა, კერძოდ შენს გადაცემას ამის გადაღების პრობლემა არ ექნება. თქვენ ჩემს სულში უნდა აფათუროთ ხელებს, შეიძლება ცუდად ჟღერს. ხო, ეხლა ეგ არა. ამიტომ აქვს პირობები ყველას გონია რომ მე ფულს ვითხოვ. ამაზე არ არის ლაპარაკი. ანუ მაქსიმალური კომფორტი არის საჭირო ჩემთვის. თუ ამ კომფორტს მე შემიგდის, როგორც ეს შექმნა უცხოურმა ტელევიზიამ, რა თქმა უნდა, ამის პრობლემა არ არის. მოდი, მამა გიორგის დაუსვათ კითხვა. მამა გიორგი, მოგესალმებით. მერტყვა დაგლოცოთ. მეც მოგესალმებით. მამა გიორგი, თქვენ ისმენდით ჩვენს დიალოგს, მე და თორნიკეს დიალოგს, მაინტერესებს თქვენი შეფასება, რასთან გვაქვს საქმე? შეფასება ეს ძალიან რთული სიტყვა, იმიტომ რომ აქ არის კონკრეტულად ჩვენ გვაქვს საქმე ადამიანის შინაგან გამოცდილებასთან. ეს ვერასდროს ვერ იქცევა შოუთ, ვერასდროს ვერ იქცევა იმ ხელების ფათურად, ასე ვთქვათ. ამიტომ შინაგანი გამოცდილება ჭეშმარიტების მძებნელისა, რასაც მე ვხედავ, ადამიანი ეძებს ჭეშმარიტებას. ჯერ იგი ახლოს არის სასופველი ცათასთან, პრინციპში რომ ვხედავ, იგი ახლოს არის ჭეშმარიტებასთან, მაგრამ ჯერ ვერ უპოვია. ერთი არის რომ რეალობა ერთი რჩება. ყველანი ჩვენ სიზმრებს ხედავთ, მაგრამ რეალობა ერთია. ყველა ადამიანი საკუთარ სიზმრებს ხედავს, მაგრამ რეალობა ამ სიზმრებით არ იცვლება. ეს მეორე. სხვათა შორის ძალიან ყურადღებით უსმენდი და მე ვიცნობ ამ ახალგაზრდას ესე შორიდან ძალიან სიმპათიითაც ვარ განწყობილი პირადად. არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ თვითონ თქვა რომ ეს არის საკმაოდ მძიმე ჯვარი. ეს არის ისე ვთქვათ საკმაოდ მძიმე ტვირთი, მე ვიტყოდი ტანჯვა ტვირთი, მძიმე ასატანი თვითგვემა, რომელიც დაკავშირებულია რაღაცა არასასიამოვნო ტანჯულ განცდასთან. მე ვფიქრობ, რომ უფრო ეს გამოცდილება გავს
ტრადიციულად ოკულტური ლიდერების, ოკულტური სექტების ლიდერებისაც და რიგითი წარმომადგენლების ხშირ ეზოთერულ გამოცდილებას. ეს ხედვები, საკმაოდ ვთქვათ, ეფექტური დაძახებები, უცხოების, სხვათა შორის უამრავი ოკულტისტი, დიდი ადეპტი, რომელიც ყოფილა, მათ ესეთი შემთხვევითი ბრჭყალებში ვითომ კეთილი დაძახებები მიუღიათ და მათ გამოხმაურებაც ყოფილა პასუხგაც დემონური რეალობა ბაძავს ჭეშმარიტებას, ბაძავს მასტური ქრისტეს და ბაძავს ძალიან წარმატებითაც ბრჭყალებში, ხო? ეს მიბაძვის ტექნიკა მე არ ვიძახი ამ ადამიანზე, უბრალოდ მიბაძვის ტექნიკასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ილუზიასთან არ გვექნეს საქმე. ჩვენ აქ საქმე გვაქვს უფლის საიდუმლოებებთან, რომელთანაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ შოუ და ზედმეტი. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს სჭირდება ძალიან კარგი თვითჩაღრმავება, შესანიშნავი პიროვნება. მამა გიორგი, თუ ხართ თანახმა და თუ დაინტერესდებით, ჩვენთან ერთად, იმედის ჯგუფთან ერთად წამობძანდეთ წითელ პარასკევს და დაესწრო ამ შემთხვევას, როცა ჩვენ ამას გადავიღებთ ყველაფერს. მე ვფიქრობ, არ მიემსგავსოს კიდევ ერთი სექტის ლიდერის შოუს, რომელმაც მოიწვია სულები, ასეთ შოუზე მოიწვია სულები, ჩაატარა სპირიტუალური სეანსი, სხვათა შორის მშვენივრად ჩაატარა, იმიტომ რომ შედეგი ძალიან სავალალო იყო, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ფსიქიურად შეიშალა, სხვა ლიდერებიც ყოფილა, რომლებსაც უცხო პლანეტელები მოუწევიან, ასე ვთქვათ. და გაუყიდია ძალიან ძვირად ბილეთები, ხლა ეს არ ეხება ამ ტელევიზიას, ძალიან ძვირად გაუყიდა ბილეთები და შემდეგ თვითონ არ დახვედრია და ასე შემდეგ და შემდეგ ეს შემთხვევები ძალიან ბევრია. რაც შეეხება ბილეთებთან დაკავშირებით, თორნიკე ძალიან ხშირად უთქვამთ, რომ ფულს იღებთ თუ მკურნალო რას ჯერ ერთ სიტყვი ერთად ბოლო შედარებას ყურადღებით ვუსმენდი. საბედნიეროდ თორნიკემ არ შექმნა ხატები თავისთვის, საბედნიეროდ თორნიკემ შექმნა ხატები ეკლესია მონასტრებისთვის, რომლებიც დასვენებულია. საბედნიეროდ თორნიკემ არ შექმნა ხატები თავისთვის, საბედნიეროდ თორნიკეს ხატები დასვენებულია სხვადასხვა პატრიარქების და ეპისკოპოსების პანაღიებად აქვს დასვენებული. ესე რომ ცოტა ხატების შექმნა ძალიან რთულია. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთი დონის რო გავექცი ამ ყველაფერს. ცხოვრებით ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთი. გამომდის ხან არა. რაც შეეხება რომ ჯერ სასწავლებელი ვახტით. დღემდე არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მე თორნიკე ჯგერნაია მიმიღო. თუ თქვენ მეკითხებით, მაქვს თუ არა მე ხედვები. სტიგმატები ბუნებრივია, გარდა სულიერის არის ბიოლოგიური მოვლენა. რას უკავშირდება ხა გეცოდინება როგორც ფსიქოლოგს. როდესაც მგრძნობელობა იმატებს. რა თქმა უნდა, როდესაც მგრძნობელობა იმატებს, მე შემიძლია ბევრად მეტის აღთქმა, ვიდრე თქვათ, ჩემს გვერდით ყოფ სხვა ადამიანს. მე არასდროს არც ერთ ადამიანს არ პირდები მკურნალობას და ვეუბნები, რომ ქრისტე კურნავს. პროცესული ინკურნება და ქრისტე განკურნათ ზიარებით და აღსარებით და გზას უჩვენებ ეკლესიისკენ. ჩვენ რამოდენიმე ტერაქტი იწინასწარმეტყველე. ამერიკის ტყუპები, ნორდოსტის ტრაგედია და კიდე რამოდენიმე. აი, რამდენი ხნით ადრე წინასწარმეტყველებდი ამას? შეგრძნებებით ვნახე, ისევ და ისევ აღნიშნავ და გადმოვიტანე, დავხატე ნახატი. დაემთხვა ისე, რომ ჩამოვიდა კომსომოლსკაია პრავდას ჟურნალისტი, ჟურნალისტური გამოძიებას აწარმოებდა. და პირველზე მოვყვები, რადგან ამერიკის პირველი შემთხვევა იყო. მივეცი ინტერვიუ, სადაც ეს ორი მაღალი შენობა იყო, რომელიც გადიოდა თვითმფრინავი ერთ-ერთში იყო ის ტრაგედია, რაც შემდეგ და იქაც არ მithქოს, მე წინასწარმეტყველები რომ ეს მოხდება. ვეუბნები რომ რამდენი წლის ადრე იყო ეს? 3 თვით ადრე. 3 თვით ადრე. რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში? ანუ შენ გინდა რომ ეხლა მე ეთერში ვიცინასწარმეტყველო? ნუ რა თქმა უნდა, მინდა. მე აქ არანაირი მსგავსი შეგრძნება არ მოხდა, მაყურებელს ვერ მოვა. არა, აი გუშინ წინ, ერთი თვის წინ, რამე ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომელიც შეიძლება მოხდეს? კი მქონდა. თქვი. საქართველოშია თუ მის ფარგლებს გარეთ? მასშტაბურია ბევრად, ვიდრე საქართველოში და მის ფარგლებში. ძალიან ზოგადი თემაა. რა არის ეს? რას ეხება?
არ მინდა ამას საუბარი, იმიტომ რომ მაყურებელი არ მინდა დარჩეს თორნიკესგან შეშინებული. მაგრამ მაყურებელი აუცილებლად იფიქრებს, რომ თორნიკე არ ამბობს ან იტყუება. მე მირჩევნია მაყურებელმა იფიქროს, რომ თორნიკე ეხლა ამ წუთას იტყუება და არსებობდეს 4 წინასწარ 3 თვით ადრე მიცემული ინტერვიუები ტრაგედიებზე, ვიდრე თორნიკე მე ხლა მაგრამ შეეშინდება მაყურებელს თორნიკე და თქვი? ანუ საშიშია საქართველოსთვის? არა, საშიში არ არის. ადამიანს, რომელიც ძლიერი ან გაძლიერდება რწმენაში, არაფერი საშიში არ არის. ან თუ საშიშია და გადალახავს, არ მინდა გი ამას საუბარი. ეს იქნება ერთადერთი თემა, რომელსაც არ ვისაუბრებ. მამა გიორგი, რამე რჩევა ხომ არ გექნება თორნიკესთვის? რჩევა ერთი შემიძლია მივცე, როგორც ყველა მოძღვარს შეუძლია თავის სულიერ შვილს, მრევლს, ქრისტეს მიერ მრევლს მისცეს. თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ თქვენში გამოსახულია ქრისტეო. აი სიტყვები, ამ სიტყვებს მინდა ჩავეჭიდო. ქრისტე მართლაც გამოსახულია, იმიტომ რომ ადამიანში, ყველაში ხატება და მსგავსება ღვთისა ძევს, მაგრამ მეორე არის რომ ხატება ჩადებულია, მაგრამ მსგავსება დავალება. ამიტომ მე ვუსურვებდი რომ ყოველივე რასაც იგი შეასრულებს, რასაც იგი ისურვებს, განახორციელებს, ასე ვთქვათ, ვიტყოდი, საღვთოსაც თუ ადამიანურსაც, მოდით მართლმადიდებლური ეკლესიის დოქტრინის ჩარჩოებში შეკეტოს, რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში არ ჩაგვაგდოს და არ დაგვსაჯოს. დიდი მადლობა მამა გიორგი, დიდი მადლობა. მოდი ძალიან დიდი მადლობა. ეს გადავაჭარბეთ. მოდი ერთი სანამ დავემშვიდობებით რა. ჩემზე იტყვიან, როგორ ეცვა, როგორ საუბრობდა, ზოგს მოეწონება, ზოგს არ მოეწონება. აი ამ კომერჩერს პასუხი ყველა კითხვაზე. არა, არაფერი საშიში არ არის. უბრალოდ როგორც პერფორმერი არ მინდოდა ამ სტუდიიდან ისე წავსულიყავი. შეიძლება თვალები არის სული სარკე. საზოგადოება თვალებში არ იყურება. არ აინტერესებს. მაშინ მე ესე გავაკეთებ. ესეთი მცირე პერფორმანსი. დიდი მადლობა. ოღონდ გითხარი რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ღმერთიანი მხოლოდ თავისუფლებაში. მორწმუნეა, ურწმუნოა, გზასაც და ახლოს არის გზასთან არა, მხოლოდ თავისუფლებაში იპოვნის. თავისუფლებაში ოღონდ არაზღვარგადასულობაში. თვალებზე იმიტომ რომ უნდა უყუროთ ადამიანის თვალებში და რადგანაც არ უნდა თვალები, წარწერით. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი გადაცემა დამთავრდა. გემშვიდობებით. ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე უყურეთ სხვა რაკურსს გია ჯაჯანიძესთან ერთად.